მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი და რა თქმა უნდა, ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება არა ერთი საინტერესო სიახლე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. ცხადია, კვლავ გააქტიურებულ პირობებში ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მიმოხილვებს ანალიტიკურ ნაწილში საინტერესო სტუმრებთან, მათ შორის როგორც ყოველთვის ჩვენ შემოგთავაზებთ მათ შორის ექსკლუზიურ თემებს და ტრადიციულ მიმოხილვებს. თუმცა ასევე ექსკლუზიურად მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. დაიწყო ეკონომიკური ფორუმის ძალიან ბევრისთვის ნაცნობი პროექტის დისკუსიების შემდგომი სერია 2026 წლის პირველი დისკუსია შედგა და გაიმართა სწორედ საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის ამ ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პირველ დისკუსიაში ტრადიციულად ყოველდღიურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა, სწორედ მან გახსნა ეკონომიკური ფორუმის ეს მნიშვნელოვანი პირველი დისკუსია და იყო განსხვავებული ფორმატი, პრაქტიკულად ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი აღნიშნული ფორუმის ფარგლებში. ჩვენ ამ ნაწილზე კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ისე როგორც მოვისმენთ შემდგომ შეფასებებს, თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მთლიანობაში, რას გულისხმობს და რას მოიცავს ასე ვთქვათ საქართველოს ეკონომიკური ფორუმი და ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არსებული დისკუსიები. საქართველოს ეკონომიკური ფორუმი უკვე 3 წელზე მეტია, რომელიც ქვეყანაში არის ყველაზე უფრო დიდი პლატფორმა დისკუსიების, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო სექტორის, კერძო სექტორის, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და ამ კუთხით ყოველთვის დისკუსიები იმართება მათ შორის მინისტრების აქტიური ჩართულობით. ეკონომიკური ფორუმის დისკუსიების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი რანგის ჩართულობის უზრუნველყოფა, ვინაიდან საქართველოში დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკური ფორუმი არის უმაღლესი დონის სწორედ ერთადერთი პლატფორმა, სადაც საშუალება აქვს, როგორც უკვე აღვნიშნე, კერძო სექტორს, ანალიტიკურ და აკადემიურ სექტორს ესაუბრო საქართველოს ხელისუფლებას. 30-მდე დისკუსია მთელი ამ წლების განმავლობაში გაიმართა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მიერ. ჩვენ მათ შორის ვადევნებთ ერთ-ერთი დისკუსიის კადრებს თვალს ამ ნაწილში და დისკუსიების ფორმატში არაერთი საინტერესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არაერთი ინიციატივა იქნა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გაჟღერებული, რომელიც შემდგომ გადაქცეულა სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებად. ჩვენ ამ დისკუსიების ფარგლებში ვნახეთ კერძო სექტორის მთელი რიგი წინადადებები, ისევე როგორც ანალიტიკური სექტორის ძალიან აქტიური ჩართულობა და აკადემიური სექტორის, ხშირად აკადემიური სექტორის ჩართულობა თითქოს არ არის ხოლმე იმდენად წარმომადგენლობითი, მაგრამ სწორედ ეკონომიკურმა ფორუმმა უზრუნველყო აკადემიური სექტორის ძალიან აქტიური ჩართულობა სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში. ყოველთვის გამოკვეთილია ის მაღალი რანგის მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფილია ნებისმიერ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიების მთავარი, რა თქმა უნდა, მხარდამჭერი და პარტნიორი არის საქართველოს მთავრობა და ეს იყო პირველივე დღიდან, დაფუძნების დღიდან საქართველოს ეკონომიკური ფორუმის და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური პარტნიორი და მთავარი პარტნიორი კერძო სექტორის მხრიდან არის საქართველოს ბანკი. მაშინ, როდესაც პირველად იდეა ჟღერდებოდა სწორედ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დაფუძნების, საქართველოს ბანკი იყო ის პირველი კომპანია, რომელმაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ გადაწყვიტა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მხარდაჭერა და დიახ, დღეს სწორედ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში ის უმაღლესი რანგის დისკუსიები, რომელიც დაკავშირებულია კვლავ კერძო სახელმწიფო და ანალიტიკური სექტორის
დიალოგთან. აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ასევე ეკონომიკური ფორუმის კიდევ ერთ მიმართულებაზე, გარდა ადგილობრივი ნაწილისა, საქართველოს ეკონომიკურ ფორუმს აქვს ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მიმართულება, მათ შორის განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტნიორები პოლონეთთან, აი სწორედ ჩვენ პლაზმაზე ვადევნებთ თვალს ჩვენს ინსტიტუციონალურ პარტნიორებს, რომელთანაც ასევე Business Insiders თავის რო აკავშირებს მედია პარტნიორობა, ეს არის პოლონეთის ეკონომიკური ფორუმი, ძალიან ბევრისთვის ცნობილი კარპატშის, დღეს უკვე კარპატშის ეკონომიკური ფორუმის სახით, მანამდე იყო როგორც პოზიციონირებული როგორც კრიმის ეკონომიკური ფორუმი, დღეს როგორც კარპატშის ეკონომიკური ფორუმის სახით და მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დღემდე ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმართება სწორედ ეკონომიკური ფორუმის დისკუსიების სახით საქართველოში, არის სწორედ პარტნიორობით კარპატის ეკონომიკური ფორუმის მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს და ჩვენ ნახავთ ამას კადრების ნაწილში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლონეთშიც ჩვენ არა ერთხელ გაგვიმართავს არაერთი ღონისძიება, სწორედ ჩვენი და პოლონელი პარტნიორების თანამონაწილეობით, რომელშიც საქართველოს მხრიდან ასევე მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობდნენ პოლონური მხარე, არაერთი ერთობლივი ღონისძიება გაგვიმართავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოლონეთშიც და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფორუმის ამ კუთხის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე საინტერესოა, რომ ჩვენი პოლონელი პარტნიორებთან ერთად მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გეგმავთ არა ერთ საინტერესო ღონისძიებას, განსაკუთრებით ეს შეეხება ჯერ ზაფხულის და შემდგომ უკვე სექტემბრის პერიოდს. ღონისძიებები დაგეგმილია როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ფორუმის თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ უახლოეს პერიოდში დავანონსებთ ჩვენს კიდევ ერთ საერთაშორისო პარტნიორს, ჯერ მოვლენებს ბოლომდე ვერ ვასწრებთ წინ, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ასე ვთქვათ, ბოლო დეტალები საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმოწერის, მაგრამ ჩვენ ევროპიდან, ევროკავშირიდან საქართველოს ეკონომიკურ ფორუმს კიდევ ერთი პარტნიორი შეემატება. ჯამში საქართველოს ეკონომიკური ფორუმი არის დისკუსიების ის პლატფორმა, რომელიც სწორედ დღეს მათ შორის ჩვენი მხრიდან, Business Insiders მხრიდან ექსკლუზიურად შუქდება, ცხადია და შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ფორუმის მთავარი დევიზი არის სწორედ ინსაიდერული დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე. მე მინდა მიუბრუნდეთ ჩვენს ღონისძიებას, როგორც უკვე აღვნიშნე გასული კვირის განმავლობაში, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში, სწორედ საკითხზე, რომელიც გლობალური პოლიტიკის ცვლილებებს და ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ დღის წესრიგს შეეხებოდა. დისკუსია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, რა თქმა უნდა, კვლავ ჩვენ ვხედავთ მაღალი რანგის წარმომადგენლობას ამ ნაწილში, თუმცა ვიდრე კვლავ ჩემს მიერ დაანონსებულ სინქრონებს მოვისმენთ და შეფასებებს ამ კონკრეტულ ფორუმთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ფორუმის მიმოხილვაზე ვსაუბრობთ თლიანობაში, მე მინდა შემოგთავაზოთ მცირე, ასე ვთქვათ, მიმოხილვა ეკონომიკური ფორუმის გასული წლის, მაგალითად 6 თვის, ბოლო 6 თვის საქმიანობის შეჯამების და ის თუ როგორ ფასდება ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები, ერთის მხრივ როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სექტორის მხრიდან. ნახოთ ეს კლიპი. გარკვეულ ტრადიციად იქცა, რომ წლის დასაწყისში ეკონომიკური ფორუმის პლატფორმის გამოყენებით მაქვს შესაძლებლობა ბიზნესის წრეებთან ვისაუბროთ თუ რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარების მხრივ, სადგომყოფებით, რა გეგმები არის. ძალიან კარგი შესაძლებლობა არის სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან, ბიზნეს წრეებთან უშუალო და პირდაპირ დიალოგისთვის. ეკონომიკური ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო როგორც ინვესტორებისთვის, ისე პოლიტიკის გადამწყვეტისთვის. არსებობს დიდი პოტენციალი, საჭირო არის მეტი და მეტი მსჯელობა.
დიახ, სწორედ ეს იყო გასული წლის შეჯამება საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ბოლო 6 თვის საქმიანობის და სწორედ ამ ნაწილში ჩვენ დავაანონსეთ ახალი ფორმატი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ სწორედ გასაგებია რომ ორჯერ დავაანონსე, რომ შეიძლება საქართველოს პარლამენტში გამართული დისკუსია სწორედ გასული კვირის განმავლობაში უკვე იყო და უკვე ეს დისკუსია შედგა განსხვავებულ ფორმატში, როგორც დასაწყისში ვსაუბრობდი, განსხვავებული ფორმატი შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასევე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ დისკუსიას და შეხვედრას ბიზნეს სექტორთან, სადაც ძირითად შემთხვევაში სწორედ საერთაშორისო ასპექტები, საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტები იყო გამახვილებული. ორი დატვირთვა ჰქონდა ამ ფორუმს პირველ რიგში, ის სიმბოლური დატვირთვა, რომ ტრადიციულად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით და მიმართვით იხსნება საქართველოს ეკონომიკური ფორუმის წლის პირველი დისკუსია, თუმცა ამავდროულად ცხადია გლობალურმა მოვლენებმა ჩვენ სწორედ მოგვაბილიზა და მიგუმართა იმ მიმართულებით, რომ კარგად გადაგვეხედა გლობალურ გარემოში არსებული ვითარებიდან და შემდგომ სწორედ შეგვეფასებინა ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ძალიან ბევრი აზრის გაცვლა მოხდა საქართველოს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის არსებული ვითარების და ისევე როგორც გამოითქვა არაერთი ინიციატივა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფორუმის დროს გამოთქმული ინიციატივები ხშირად გადაწყვეტილებებში გადაითარგმნება ხოლმე. ამ კუთხით ვფიქრობ, რომ არაერთი ინიციატივა, რომელიც ამ დისკუსიის დროს იყო გაჟღერებული, შემდგომ კონკრეტულ ასახვალს პოვებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფორუმის მონაწილეების და სპიკერების შეფასებას მოვუსმინოთ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა რომ მოვისმინოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გქონდა კვლავ მონაწილეობა მიგვეღო ეკონომიკურ ფორუმში. ჩვენი ურთიერთობა არის ტრადიციული და როგორც წესი წლის გახსნის ღონისძიება პარლამენტთან ერთად ტარდება. ამ შემთხვევაში ეს იყო არა მხოლოდ ერთობლივი ღონისძიება, არამედ ჩატარდა პარლამენტის სასახლეში. თემაც პოლიტიკური და ეკონომიკური იყო შერეული იმ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს მსოფლიოში არის. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად გვესაუბრა პარლამენტის გადასახედიდან იმაზე, თუ რა მიგვაჩნია დღეს მნიშვნელოვნად, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მხრივ იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო წესრიგი მოშლილი არის, იმ პირობებში, როდესაც გლობალური ეკონომიკური სტაბილურობაც დაზიანებული არის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნული ინტერესების პრიმატზე, რაც დღეს ბევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება არის და არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებისა. ეროვნული ინტერესების მსახურება ბიზნესის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მხრივ ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში გამოიხატება სოციალურ პასუხისმგებლობაში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც მათ შორის გლობალური პროცესებიდან გამომდინარე საქართველოს შეიძლება შეექმნას, როგორც ერთ-ერთ სტაბილურ დერეფანს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას და ამ მხრივ მნიშვნელობაზე, რომ ბიზნესმაც შესაბამისად ფეხი აუწყოს ამ ტენდენციას, რომ საქართველოს როგორც დამაკავშირებელი დერეფანი მისი პოტენციალი იყოს ბოლომდე გამოყენებული და ბოლოს გლობალური და ქართული ბიზნესი, ეს არის ორი კატეგორია, რომელიც ორივე ბიზნესია, მაგრამ სხვადასხვა პასუხისმგებლობით მოქმედებს. გლობალური ბიზნესი ეძებს განვითარებად, შეიძლება მაღალ რისკიან, მაგრამ ასევე მაღალი მოგების მარჟიან ბაზრებს და ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამავე დროს არის არასტაბილური და შეიძლება ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობით. რაც შეეხება ქართულ ბიზნესს, ეს არის ნამდვილი დაბანდება ქვეყანაში, ვინაიდან ქართული ბიზნესი თავისი მხრივ ემსახურება იმ სოციალურ გარემოს, რომელშიც ის წარმოშობილია და ვითარდება და შესაბამისად მისი პასუხისმგებლობა უფრო სხვა არის, ვიდრე გლობალური ბიზნესისა, რომელიც შეიძლება სოფლიო კონjunქტურიდან გამომდინარე
მალე დატოვოს ესა თუ ის ბაზარი იმის დამიხედვით სად უფრო მეტ მოგებას ნახავს. რაც შეეხება ქართულ ბიზნესს, ის არის საყრდენი, ხერხემალი, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ეროვნული ბიზნესი და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობა და თანამებრძოლობა ამ სფეროში. დიახ, ძალიან საინტერესოდ შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმდინარე დისკუსიიდან გამომდინარე ქართული და საერთაშორისო ბიზნესის თანამშრომლობა და გამოწვევები და მათ შორის ხაზი გაუსვა. მის გახსნით სიტყვაშიც, რომელიც ძალიან საინტერესოდ ჟღერდა, ყურადღება გაამახვილა, ასე ვთქვათ, ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე და მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა, ხაზგასმა იმ ნაწილის, რომ ქართული ბიზნესი დიახ, მეტი პასუხისმგებლობით გამოირჩევა ბევრი თვალსაზრისით, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი. სხვათა შორის დისკუსიის დროს კიდევ ერთხელ მინდა აუშვოს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის წლის პირველი დისკუსია, მაგრამ გახსნით სიტყვის დროსაც პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან დეტალურად მოიხილა საერთაშორისო გამოწვევები და არსებული რეალობა ამ ჭრილში და მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიის შემდგომ ნაწილშიც კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომელიც ასევე საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, სწორედ ამ პათოსის და ამ მიმართულების გაგრძელება იყო. ჩვენ ხედავდით დისკუსიის მიმდინარეობის დროსაც თუ რამდენად იყო მაღალი მზაობა ბიზნესის მხრიდან სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების და პროაქტიული წინააღმდეგობის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში და საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში ცვლილებებაში და რამდენად ამ წინააღმდეგებში იყო გაჟღერებული სწორედ ის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც მზად არის ბიზნესი თავად აქტიურად განახორციელოს, ასე ვთქვათ და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ ავიღებთ სექტორებს, რომლებიც ფორუმზე იყვნენ წარმოდგენილები, პრაქტიკულად ეს იყო ყველა ის წამყვანი სექტორი, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე. საქართველოს ეკონომიკური ფორუმის პირველ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, ძალიან აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები, სამშენებლო დეველოპერული სექტორი და ჩვენთან ჩვენს ეთერებშიც არაერთი კომპანია ყოფილა წარმოდგენილი ამ თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად იყო ენერგეტიკული სექტორი წარმოდგენილი ორი ასოციაციის სახით. რა თქმა უნდა წარმოდგენილი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც კომენტარსაც ნახავთ ჩვენ გარკვეულ პერიოდში და ამავდროულად წარმოდგენილი იყო ტურიზმის სექტორი, წარმოდგენილი იყო ცხადია საფინანსო სექტორი, წარმოდგენილი იყო განათლების სექტორი. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ჩვენ ვნახეთ დისკუსიაზე ბიზნესის ყველა მხარე, საიდანაც ყველა შეეძლო მისი პოზიციის დაფიქსირება და გაჟღერება. უპირატესად, რა თქმა უნდა, საკითხები, რომელიც ეკონომიკურ ასპექტებს მოიცავდა და ეკონომიკურ ჭრილში ხდებოდა გაშლა, შეეხებოდა და მიმართული იყო საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისკენ და მისი თავმჯდომარისკენ ბატონ შოთა ბერეკაშვილისკენ, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად ერთის მხრივ მოიხილა გლობალური გამოწვევები და მეორე მხრივ სექტორულად ისაუბრა საქართველოში ინვესტიციების საჭიროებაზე. ჩვენ შეგვიძლია ბატონი შოთას კომენტარი და შეფასებას მოვისმინოთ. ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, ვისაუბრეთ გლობალურ ცვლილებებზე და გლობალურ ეკონომიკური მოდელის ცვლილებაზე და რა გავლენა აქვს მას საქართველოზე. შეხვედრა ჰქონდა ბიზნესის სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელთან და განსაკუთრებით ხაზი გაისვა იმ მიმართულებებს, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულეს. ეს კიდევ ერთხელ არის, რომ ჩამოვთვალოთ შუა კორიდორის როლი, კონკრეტულად სატრანსპორტო ლოგისტიკური ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობები. აქ საუბარი ჰქონდა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, ასევე ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, ასევე ვისაუბრეთ ენერგეტიკის შესაძლებლობებზე და ენერგეტიკის როლზე ეკონომიკის ზრდაში და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება.
ბიზნესის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის პაიპლაინში, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება და ეს საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. ასევე ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე და მის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ინვესტიციის მოზიდვისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უაღრესად რთული სიტუაცია არის ირან-ამერიკის შეერთებული შტატების ომიდან გამომდინარე და მნიშვნელოვნად დაირღვა ენერგორესურსების მიწოდების ჯაჭვები, რომელიც მსოფლიო ენერგომიწოდების 20%-ში ადგენდა და ამ შემთხვევაში საქართველოს და რეგიონის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კორიდორის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ახორციელებს, კერძოდ ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებისთვის და საერთო ჯამში როგორც ბიზნესი, ასევე პარლამენტი, ასევე ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ მშვიდობას განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოში და რეგიონში მშვიდობა ქმნის დამატებით ღირებულებას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ინვესტიციებს მოზიდვას ქვეყანაში და შედეგობრივად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასას. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო შეფასებები იქონდა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ შოთა ბერეკაშვილს. ბატონმა შოთამ დეტალურად ისაუბრა, როგორც მანვე კომენტარში აღნიშნა, იმ ძირითად დარგებზე, რომელთაც მომავალი პერიოდის განმავლობაში შესაძლოა ემყარებოდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, როცა ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ხადი ამ შემთხვევაში დარგებს მოვიხილავთ ხოლმე ამ მიმართულებით, მათ შორის იქნება ეს ენერგეტიკა, ტურიზმი თუ ასე შემდეგ, ისევე როგორც საინტერესოა, რომ ბატონ შოთა საუბრობდა სწორედ შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე, მაგრამ ამავდროულად ბატონ შოთამ აღნიშნა დეტალურად მოიხილა ის რისკები, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში დაკავშირებულ ვითარებასთან არის პირდაპირ ბმაში და ჩვენ გასული კვირის გადაცემაში საუბრობდით სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების ნაწილში, სადაც ერთის მხრივ აღნიშნული იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, მოსალოდნელი მაღალი ტემპი, მათ შორის დარგობრივი განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად დასახელებული იყო ის რისკები, რომელიც მომდინარეა არა ცალკე აღებული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკიდან, პირიქით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა პოზიტიური მიმართულებით და დინამიურად ვითარდება, არამედ იმ გარე შოკებიდან, რომელიც ჩვენ სირგულე ვართ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე და ამ კუთხით არის ყურადღება მისაქცევი. ჩვენ ცხადია, ბევრი მიმართულებით ვსაუბრობთ თუ რა შეიძლება მივიღოთ, რა შეიძლება დავგეგმოთ და როგორც ბატონ შოთაც აღნიშნავდა, თითოეული მიმართულებით კომპანიებს აქვთ გარკვეული ტიპის გეგმები, მაგრამ მეორეა გარე ფაქტორები, რომელიც ამ დაგეგმილ მაჩვენებლებზე გარკვეულწილად პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას შესაძლოა ახდენს. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის მხრიდან შეფასებები, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ისე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, თუმცა ცხადია მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის შეფასებას და უპირატესად ყოველთვის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ავტორიტეტული და ხაზგასასმელია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასება, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს უმაღლეს დონეზე უმთავრეს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნეს სექტორს შორის ბევრი კუთხით და ძალიან საინტერესო იყო, რომ მათ შორის დისკუსიის დროს იყო ჩართული ბატონი ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესო ინიციატივით წარდგა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად დამუშავდება ეკონომიკური ფორუმის ფორმატში და შემდგომ, ასე ვთქვათ, ნახავთ ამ ინიციატივის შედეგებს, თუმცა ბატონმა ლევანმა სწორედ ბიზნესის პოზიციის მთელი რიგი საკითხები კიდევ უფრო აქტიურად გააჟღერა, ჩვენ შეიძლება ვნახოთ ახლა უკვე ეს შეფასება. მადლობა უნდა უთხრათ ორგანიზატორებს და საქართველოს პარლამენტს, რომ დღეს შედგა შეხვედრა, ძალიან საინტერესო აზრთა გასვლა გამოცვლა იყო. ერთის მხრივ ბიზნესმა მოისმინა პარლამენტის იმ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირების მოსაზრებები გრძელვადიან განვითარებაზე, იმიტომ რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს ბიზნესის ეკონომიკის განვითარებას საქართველოს პარლამენტის, ასე ვთქვათ, მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანები. მეორეს მხრივ ბიზნესმა მივაწოდეთ ის მოსაზრებები, რომელიც შეიძლება დღეს გქონდეს გამომდინარე იმ დაგროვილი გამოცდილებიდან, რომელიც პარლამენტთან, რეგულაციების მიღებასთან, კანონების მიღებასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ გვაქვს ყველას. ჩვენ ძალიან ცალსახად
და მეგონი მარტივად გამოვხატეთ პოზიცია, რომ ამ სტანდარტებს, ამ რეგულაციებს უკვე ვხედავთ, რომ შეიძლება აქვს ერთის მხრივ ძალიან პოზიტიური შედეგი, რაც უკავშირდება პირველ რიგში ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, მაგრამ მეორეს მხრივ გვაქვს გარკვეული ნორმები, რომელიც არაეფექტიანს ქმნის ხოლმე ამ რეგულაციების მოქმედებას და შესაბამისად ჩვენი შეთავაზება არის სწორედ ის, რომ ძალიან აქტიურად დავსხდეთ და ბოლო 5-7 წლის განმავლობაში, მათ შორის ევროპული დირექტივების გადმოღების დროს არსებული რეალობა კიდევ ერთხელ გავიაროთ და გადავხედოთ. არის მზაობა პარლამენტის მხრიდან, რომ ეს ეგრეთ წოდებული რევიზია განვახორციელოთ და რაც თავარია, რომ სადაც აჩვენა, რომ არის გამოსასწორებელი, ის ნაკლოვანებები უნდა გამოასწოროთ. აქ არის ორმხრივი, მე ვფიქრობ, ინტერესიც და ორმხრივი თანხმდრელი მოსაზრებებიც. დიახ, მართლაც მთელი რიგი ასპექტების შეფასებასთან ერთად, როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიც აღნიშნავს, არის პარლამენტის მხრიდან მზაობა მთელი რიგი საკითხებზე თანამშრომლობის და ცხადია ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ეკონომიკური ფორუმის ფორმატში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა ყაყოშვილს მადლობა გადაუხადო ეკონომიკური ფორუმის ტრადიციული ყოველწლიური დისკუსიის გახსნისათვის კიდევ ერთხელ და რაც მთავარია ეკონომიკური ფორუმის ამ სამწლიან ისტორიაში პირველად საქართველოს პარლამენტში მასპინძლობისას ეს იყო პირველი დისკუსია ეკონომიკური ფორუმის, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა და მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტი და ასევე იმ დიალოგის ინიციირებისა და დაანონსებისთვის, რომელსაც შემდგომში უკვე მათ შორის ეკონომიკური ფორუმის, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ჩართულობით ექნება ადგილი ბიზნესსა და პარლამენტს შორის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ფორუმის დაფუძნების დღიდან დღემდე, ისევ როგორც ბიზნეს ინსაიდერის აქ მაესტროზე პარტნიორია წყალი მთის, რომელიც ყოველთვის მხარს გვიჭერს ხოლმე ეკონომიკური ფორუმის დისკუსიების ორგანიზების ჭრილში. ასევე მინდა აღვნიშნო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური ფორუმის დისკუსიებზე, ჩვენთვის ეკონომიკური ფორუმისთვის ყოველთვის გამორჩეულია და განსაკუთრებით ხაზგასასმელია თემატური მიმართულებებით Island Batumis მხარდაჭერა, ბათუმის კუნძულის ამბასადორ Island Batumis მხარდაჭერა და ამ კუთხით ჩვენ ფორუმის ფარგლებში არა მხოლოდ არაერთი დისკუსია გაგვიმართავს, არამედ ასე ვთქვათ, ყოფილვართ ჩართული სხვადასხვა მიმართულებით განხილვაში და მართლაც კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ამბასადორ Island Batumis ეკონომიკური ფორუმის მხარდაჭერაში, ისევე როგორც ჩვენი მანამდე არსებულ დისკუსიებში მონაწილეობაში და ასევე შემდგომ დაგეგმილ ღონისძიებებში გეგმების განხილვაში, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ უახლოეს პერიოდში. მაგრამ ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ სულ ერთი კვირის წინ დაახლოებით, სწორედ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და დაიდო შესანიშნავი ვიდეო ნაწილი, რომელიც ასახავს ამბასადორ Island Batumis მასშტაბური ეკონომიკური პროექტის კიდევ ერთ შეფასებას და მინდა რომ ეს კლიპი ამ შემთხვევაში უცვლად შემოგთავაზოთ. ამბასადორი Island Batumis პროექტი შავი ზღვის აკვატორიაში 84 ჰექტარზე 2 ხელოვნური ნახევარკუნძულისა და 1 ხელოვნური კუნძულის ფორმირებას ისახავს მიზნად. ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი არის ძალიან მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტიცია. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე, რომლის 59% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, იგეგმება სანაპიროების, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეების, სასეირნო პრომენადების და ზღვისპირა ბულვარის მოწყობა. ამასთან აკვაპარკების, პირველი საერთაშორისო სტანდარტის იახტ-კლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობების მშენებლობა. თავისი ფუნქციური მრავალფეროვნების და საინვესტიციო მასშტაბების გათვალისწინებით, ეს არის ყველა დროის ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტი, რომელიც მას ავტომატურად გლობალურ დამისამართებად აქცევს. კუნძულის პროექტს ამბასადორი ჯგუფის სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამბასადორი Island ეს უკვე არის ცოცხალი ეკონომიკური ორგანიზმი,
რომელიც არის სრული მასშტაბით ჩაშვებული და ის მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბიზნესს. მიმდინარე პერიოდში ამბასადორი აილენდ ბათუმის საპროექტო ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტით გათვალისწინებული ტერიტორიის 48 ჰექტარი უკვე ფორმირებულია. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, გააძლიერებს ეკონომიკურ აქტივობას რეგიონში და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოემსახურება. ამბასადორის კუნძული ეს არის ტრანსფორმაციული, კონცეფციური უძრავი ქონების განვითარების პროექტი, რომელიც მოიცავს პირველად შავი ზღვის რეგიონში ორი ნახევარკუნძულის და კუნძულის განვითარებას. პროექტი მისი განხორციელების შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს. აჭარა არის სანდო და მიზიდველი გარემო, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პროექტი 20,000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამჟამად საპროექტო არეალის 48 ჰექტარზე, რომელიც ზღვაშია ფორმირებული, მიმდინარეობს მიწის ზედაპირის ზღვის დონიდან 5 მეტრზე ამაღლების სამუშაოები, რაც კუნძულის მდგრადობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს უსწრებს დაახლოებით 5 წლის ვადით და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე ვაპირებთ კუნძულის უშუალოდ მიწის ნაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას. ამბასადორის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პირველი თაუერის საძირკველში უკვე განთავსდა 3600 კვადრატული მეტრის საიზოლაციო მემბრანა და საძირკვლის ფილის არმატურის კარკასის 90% უკვე შექმნილია. თითოეული ინვესტიცია ემსახურება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველყოთ რეგიონის განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამბასადორის პირველი ცათამბჯენი, რომელიც მულტიფუნქციურ კომპლექსს წარმოადგენს, თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, როგორც კუნძულის პირველი შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანიამ იმუშავა. ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, მულტიფუნქციური კომპლექსი პირდაპირ კავშირში იქნება იახტკლუბთან და კუნძულზე გაშენებულ ახალ ბულვართან, რაც მას ლოკაციის მთავარ მიზიდულობის წერტილად აქცევს. პირველი ცათამბჯენის ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. დიახ, მართლაც კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ შთამბეჭდავ პროექტს, ვნახეთ ეს შთამბეჭდავი პროექტი და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ამბასადორ აილენდ ბათუმი არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი კერძო სახელმწიფო სექტორის დიალოგის და ამბასადორ აილენდ ბათუმის მენეჯმენტი ყოველთვის გრძნობს საჭიროებას სახელმწიფო კერძო სექტორის დიალოგის და სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით თქვენ ტრადიციულად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider-ში. ბეკი, ხვალამდე გეჩვენებთ.